მოგესალმებით, პატიცემულო მაყურებლებო. დღეს ჩვენ გვაქვს ჩვენი ციკლის, ჩვენი სამყაროს გადაცემის მე-6 ნაწილი. დღეს ჩვენი სტუმარია იურისტი გიორგი მშვენიერაძე და საუბრის თემა არის კანონის უზენაესობის მითი. მითი, იმიტომ რომ თუ ბევრი მიზეზია ამის გამო რატომ უწოდებ ამ საკითხს მითს, თუმცა ამას გზადაგზად დავინახავთ ამ გადაცემის მსვლელობისას. ჩვენ წინა გადაცემებში განვიხილეთ რამდენიმე ვარიანტი იმის შესახებ თუ როგორ ხდება ადამიანის მიერ ამ ჩვენი სამყაროს შეცნობა, მაგალითად როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა ერთმანეთის ზღაპრებით, ლეგენდებით, ანდაზებით თუ გამოთქმებით, როგორ იწყებს ბავშვის სამყაროს შეცნობას თანდათან თავისი ოთახიდან, თავისი ვიწრო ადგილიდან, შემდეგ ნელ-ნელა აფართოებს თავის ასე ვთქვათ შეგრძნების თუ შემეცნების არეალს და გადადის ნელ-ნელა მთლიანად იმ სამყაროს შეცნობაზე, რომელსაც ჩვენ უწოდებთ ჩვენს სამყაროს. სამყაროს შეცნობა კი იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ჩვენ უნდა გავერკვიოთ თუ როგორ მუშაობს ეს ჩვენი სამყარო. მაგრამ ამ გარკვევის პერიოდში ჩვენ ხშირად შეცდომას ვუშვებთ და არასწორად გვესმის რაღაცები, არასწორად ვიგებთ ზოგიერთ ტერმინს, ამაზეც გქონდა გადაცემა, არასწორად გვესმის ზოგიერთი გამონათქვამი, ამაზეც გქონდა გადაცემა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასწორად თარგმნით თუ ვიგებთ ზოგიერთ იურიდიულ ტერმინს, რომელსაც ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვს ჩვენ ცხოვრებაზე. მე დღეისათვის შევარჩიე ერთ-ერთი ისეთი ტერმინი, ეგრეთ წოდებული rule of law ინგლისურად, რომელიც ქართულად რატომღაც გამოტანილია როგორც კანონის უზენაესობა, ჩემი აზრით არასწორად, თუმცა ალბათ ჩემზე უფრო კომპეტენტური იქნება ბატონი გიორგი, რომელიც ამ საკითხით, ამ დეტალით გახსნის გადაცემას და გვეტყვის ერთ-ორ სიტყვას თუ რას ნიშნავს კანონის უზენაესობა თუ rule of law. მადლობა პირველ რიგში დაპატიჟებისთვის. ბატონობა არ არის საჭირო, გიორგითან შეგვიძლია ვისაუბროთ. ხო, თარგმანზე არის ეს დისკუსია არ არის ახალი რა. ბევრი ადამიანი კამათობს იმაზე, რომ ხომ არ იქნება უფრო სწორი თარგმანი სამართლის უზენაესობა მაგალითად და არა რაღაც ვიწროთ კანონის როგორც რაღაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტის უზენაესობა, ხო? იმიტომ რომ მისი ნამდვილი შინაარსი გაცილებით უფრო ვრცელია და მათ შორის სამართლის უზენაესობა ან კანონის უზენაესობა, როგორც მას უწოდებთ, ან უფრო სხვანაირადაც შეგვიძლია ვთქვა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ესეც არის კონსტიტუციაში ეს მოხსენიებული. ეხლა გააჩნია რომელ ენაზე უდგებით ამ შინაარსობრივად მსგავსია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. თავად კანონებს უწესებს მოთხოვნებს. ანუ კანონი კი არ ამბობს რომ მე ვარ უზენაესი და ყველაფერი მე რასაც გადავწყვეტ ისი არ არის, მე თავად კანონს წაეყენება მოთხოვნები. ხო, რატომ უნდა იყოს კანონი უზენაესი? აი, კითხვა ასე ისმის, რატომ უნდა იყოს კანონი უზენაესი? თუ მაგალითად სამართლის რაღაც პრინციპს ეწინააღმდეგება მოცემული კანონი უზენაესი ხო ვერ იქნება? და საერთოდ რა არის კანონი? მოდი ამით დავიწყოთ მე მგონი და სამართალი რა არის ამითაც უნდა დავიწყოთ, ხო? იმიტომ რომ ნუ სხვადასხვა ეპოქაში ადამიანის კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ფაზაში, ესე ვთქვათ, განსხვავებულად აღიქმებოდა კანონი და მისი წყარო. ანუ საიდან მოდის კანონი, ხო? რატო ჩდება კანონები, ხო? ეხლა ჩვენ ძველ კულტურებში თუ ჩავალთ და შევხედავთ, ხო, იქ მთავარი, ესე ვთქვათ, წყარო, ზოგადად ხელისუფლების, მათ შორის პოლიტიკური ძალაუფლების, ისე როგორც შესაბამისად ამ ძალაუფლების განსახორცებად მიღებული აქტების, ნუ მას კანონი ერქმევა, ბრძანება ერქმევა, თუ რა ერქმევა, რა აქვს მნიშვნელობა, მართველები ეძებენ ამ ძალას, ამ ესე ვთქვათ, ლეგიტიმაციის წყაროს ღმერთებში. ხო? ანუ ისინი ამბობენ, რომ სამყარო შექმნა ღმერთმა განაპირობა ის, რომ მე ვარ თქვენი მეფე, ეს არის ღვთისნება და რასაც მე ვამბობ, ლაპარაკობ ღმერთის სახელით. ეგრე ადვილი იყო უფრო და მინდო. ნუ ადვილიც იყო და ადამიანის გასაგები იყო, რატომ უნდა დამორჩილებოდა იმას, რაც ღმერთის მიერ არის მე მგონი მათ არის პასუხისმგებლობის აცილების მომენტი, იმიტომ რომ მე ჩემი რა ბრალია აგერ ბატონო უზენაესმა აგერ. მე მგონი იმ პერიოდის ადამიანი მაგაზე არ ფიქრობს. შეიძლება დღეს ვიღაც უფრო მეტად ფიქრობდეს ამაზე, მაგრამ ჩვენ ლაპარაკობთ ახლა ჩვენ წეთ აღერცხვამდე 20 საუკუნე და ადრე რაღაც, აი ლაპარაკობთ ძველ ეგვიპტეზე მაგალითად, ძველ ბაბილონზე, ხო? სადაც მეფეები არიან ღმერთებად დედამიწაზე გაცხადებული, ხო? ან ფარაონი ადამიანი მაშინაც ადამიანი იყო და მაშინაც ჰქონდა იგივე პრობლემა. კი, მაგრამ ჩვენ ხო ბევრი რამ არ ვიცით. ანუ ჩვენმა წინაპრებმა ბევრი რამ არ იცოდნენ მაშინ და რა თქმა უნდა, ყველაფერში ღმერთის ხელს ეძებდნენ, ხო? აი მე ხა ის გამახსენდა უცებ. ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ეგეთი წერილი აქვს ერთი ილია ჭავჭავაძის დაწერილი.
გურიაში მიწისძვრა მომხდარა შემოქმედში და გურლებმა გადაწყვიტენ, რომ ღმერთიაო ჩვენზე გარეცხებული და კიდევ ერთი დამატებითი უქმედრე დააწესეს თურმე და ილია წეს ამ ფაქტორიც კი. ხო, ან რატო ყვები ხა ხო აი მაყურებლებისთვის მაინც საჭიროა თქმა რომ ეს ცნობიერება როგორია ადამიანის ანუ ყველაფერი სეტყვა მოვა ღმერთის ბრალია მიწისძვრა მოხდება ღმერთის ბრალია ხო სამყაროა რაღაც მოწყობილი და ადამიანები ხვდებით რომ ესეა ხო აი მზე რო ამოდის და მზე რო ჩადის პირობითად ადამიანი უყურებს რომელმაც არ იცის რომ ჯერ ჰელიოცენტრულია სამყარო ესე ვთქვა ანუ ნიკოლა კოპერნიკის იდეა ან მე ვთქვა ჯორდანო ბრუნოს ამბავი არ მომხდარა ჯერ ადამიანს გონია რომ სამყარო და ძველი ბერძნული აზროვნებას დავიწყებულია ამასთან დაკავშირებით თეორიები მაშინაც არსებობდა ამის შესახებ და ადამიანს ჯერ კიდე გონია რომ სამყაროა ყველაფრის დედამიწა ყველაფრის ჭიპი ხო ეგეთი სამყაროა და ხამის წინ კიდე თუ წავალ კიდევ არ ესი ხდება ხო ამიტომ მოდი რომ დავბრუნდეთ ჩვენს კონკრეტულ საკითხს ესე იმ პერიოდში ანუ საუბარია ჩვენ წეთ აღრიცხვამდე ვთქვათ მე-10 საუკუნე მე-20 საუკუნე ანუ უფრო შორსაც შეგვიძლია წავიდეთ რაც მოიძებნება და რაც გაგვიგია რაც აღწერილა არის რომ ადამიანები კანონებს ემორჩილებიან იმიტომ რომ მიიჩნევა რომ ეს კანონები არის ღმერთისგან მომდინარე ღმერთებისგან მათ შორის შეიძლება არ იყო ხო ეს ერთი ღმერთის ამბავი ცოტა მოგვიანებით ყალიბდება ხო ეხლა რაც შეეხება ნუ იყო აქ მე ვთქვათ გამონაკლისები ამ საერთო წესიდან ეს არის ვთქვათ იგივე ანტიკური საბერძნეთი რომი სადაც კანონებს და სხვა კუთხით უყურებენ ადამიანები ანუ უყურებენ როგორც საზოგადოების მოწყობის უკეთესი გზა ანუ იმას კი არ ვამბობთ რომ ღმერთმა გადაწყვიტა ესე ვიყოთ არამედ ამბობთ რომ რაღაც ღმერთებს ან ღმერთს აქვს საკუთარი სივრცე ადამიანის ცხოვრებაში ამას რა ვიცი მოგვიანებით შეიძლება სეკულარიზმი უწოდოთ ანუ გაყოფა საერო ცხოვრებისა და სასულიერო ცხოვრების ერთმანეთისგან ჩვენი სულიერების ნაწილი არის ღმერთის საკითხი ჩვენი ფიზიკურობის საკითხი დედამიწაზე რაც ვაკეთებთ არის ჩვენი გადასაწყვეტი ხო ჩვენი პასუხისმგებლობით მათ შორის აი როცა ეს გაყოფა ხდება ადამიანის ცნობიერში ხო მაშინ ადამიანები იწყებენ იმის გაცნობიერებას რომ როგორ უნდა იცხოვრონ აქ ეს წესები შეიძლება ან სხვის მიერ იყოს ისევ ადამიანის მიერ დადგენილი და ღმერთისგან მოვლენილი ან თავად დაადგინონ აი რომელი აჯობებს ოღონდ მისი ცხოვრებისთვის აი შეიძლება უფრო შემოვიდეს ის საკითხი რასაც თქვენ ამბობდით რომ პასუხისმგებლობის ამბავიცა რაღაცა შენადგენდე და მათ შორის არა მარტო პასუხისმგებლობის ძალიან გამარტივებაა საკითხს რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის მომენტია იმიტომ რომ სინამდვილეში ყველა კანონი და კანონები მოდის იმ წესებიდან რომელიც მანამდე გაჩნდა საზოგადოებაში ვიდრე საერთოდ სახელმწიფო იქნებოდა რაღაც წესები შეიქმნა და ის წესები შეიქმნა იმიტომ რომ საჭირო იყო გადარჩენისათვის თუ რომელიმე საზოგადოება დაუშვათ თუ პირველყოფილი საზოგადოება ისეთ წესს შექმნიდა რომელიც მის გადარჩენას ხელს არ შეუწყობდა ის უბრალოდ გაქრებოდა ხო მე მგონია რომ შესაბამისად წესები რომლებიც იყო უნარიანი და გადამრჩენელი მოცემული ვიკრო საზოგადოების იქცა ნელ-ნელა კანონებად და ხელისუფლებმა გამოაცხადეს ეს რომ ეს არის უზენაესისგან მოცემული კანონი რათა მისი ავტორიტეტი არ დამკარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ თუ ვიღაცას ეჭვი შეეპარებოდა საზოგადოება გადარჩენილი იყო თუ მეფის ძალაუფლება აი ამას ვიკითხავ არა მეფის ძალაუფლება მერე მოდის მანამდე ხო საზოგადოება ხო აი ეს თეორიებით ახლა რო წავიდეთ სახელმწიფოს და სამართლის გაჩენის თეორიები ბევრი არსებობს და ყველას აქვს მეტნაკლებად არსებობის უფლება ხო რავი დაწყებული ეკონომიკური თეორიიდან რაც ძალიან გავრცელებული იყო ენგელსისეული თეორია ეგრეთ წოდებული არსებობს თეოკრატიული თეორია არსებობს ეგრეთ წოდებული სოციალური კონტრაქტის თეორია რაც უფრო ახსნა არის დღევანდელი სახელმწიფოსი ვიდრე წარსულის აღწერა, ხო? ამიტომ ამ თეორიებიდან რომელს დავეყო ფსიქოლოგიური თეორია, პატრიარქალური თეორია, ბევრი სხვადასხვა თეორია არსებობს, რა როგორ გაჩნდა სახელმწიფო. ხა ზუსტად ვინმე 100%-ით იცოდეს, რომ ესე გაჩნდა, არ არსებობს. ეს არის მაინც თეორიები რა. იმიტომ რომ ჩვენ იმ პერიოდიდან, როცა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ჩდება, რამე ტექსტური, ესე ვთქვათ, დოკუმენტები შემორჩენილი არ გვაქვს, ხო? რომელიც გვასწავლიდა, რომ აი ზუსტად ესე დაფუძნდა სახელმწიფო. არის ცოტა მოგვიანებით პერიოდში, მაგალითად სახელმწიფოს გაჩენა გერმანულ ტომებში, ხო? მათთან საერთოდ სხვანაირად ხდება, რომ მიდიან და უკვე არსებულ სახელმწიფოს იპყრობენ. ანუ თავად არ აქვს სახელმწიფოებრიობა და რასაც იპყრობენ, იქ ხდება სახელმწიფოებრიობა და აქედან მოაქვს ეს მართვის წესები. ანუ სხვადასხვა თემში განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ თუ გვაინტერესებს დღეს ატომ არსებობს სახელმწიფო, მე ალბათ აქ ვიტყოდი, რომ ხო, თეორია, სოციალური კონტრაქტის თეორია არის ეს და მათ შორის მე გეთანხმებით იმაში, რომ დიდ სურათში, თქვათ, როგორი იქნება მოწყობილი სახელმწიფოს მართლობები, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო იქნება თუ ავტორიტარული ან ტოტალიტარული
სიყვარული, ეს შეიძლება ერთგვარი ბრძოლაც კიდევ არ ვქოთ ამას გადარჩენისთვის. ანუ რომელი მოდელი უკეთესად გადაარჩენს კაცობრიობას, ხო? რაღაც თუ ამას ესე ჩაუღრმავდებით ადამიანები. კი, ეს ესია, რომელი გადაარჩენს, ეხლა ჩვენ მარტივი მაგალითი გვაქვს, სადაც გნობს ადამიანი თავს უფრო ბედნიერად. ნუ შეიძლება გადარჩენაზე არა, უფრო სიცოცხლის უნარიანობაზე იყოს ლაპარაკი, რომელი მოდელში არის უფრო სიცოცხლის. ხო, სადაც გნობს ადამიანი უფრო თავს ბედნიერად. მე ესე ვიკითხავდი რა. აი ადამიანს რო კონდეს არჩევანი, როგორი ტიპის სახელმწიფოში ცხოვრებდა. და კიდე სხვა რაღაცებს შევხედოთ, რომელმა სახელმწიფოებმა ან ერებმა მოახერხეს გარღვევა საკუთარი სიდუხჭირის, რომელიც ალბათ შუა საუკუნეებში ყველაზე მოდებული ქონდა, ხო? ანუ ადამიანები ღარიბი იყვნენ, ჩვენ სხვებიც, ანუ ხო, აი ეს უმრავლესობა საზოგადოების იყო ღარიბი, უმრავლესობა საზოგადოების კვდებოდა ძალიან პრიმიტიული დაავადებებით და ესენი რომელმა გაარღვია, რომელმა საზოგადოებებმა უფრო სწრაფად, რომელმა დაძლია ეს პრობლემები, ხო? იქ სადაც რაღაც აირჩიეს დემოკრატიზაციის გზა. მათ შორის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპისკენ წასვლა. იმათმა და ამიტომ შენ როცა ამბობ რომ როგორ სახელმწიფოში გინდა ცხოვრება, ამაზე ფიქრობ, ხო, რომ შენთვის რა იქნება უკეთესი, როგორც ადამიანის. სადმედი პერსპექტივა გაქვს, რომ წინ წახვიდე. რეალიზდე მათ შორის, ხო. მაგრამ აი კითხვას რომ დაუბრუნდეთ, მაინც მე მგონი, არის ესეთი, რომ პასუხს უბრალოდ კითხვაზე. თუ არსებობს გაგება, რომ სახელმწიფო არის ღმერთისგან, მაშინ ღმერთის სიტყვა არის უზენაესი კანონიც. ნახეთ, თუ კი ძალაუფლება პოლიტიკური არის ღმერთისგან მოვლენილი ამბობ, მაშინ ბიბლია პირობითად ქრისტიანულ კულტურაში და არა მარტო სხვა კულტურებშიც არის მთავარი წესი და ყველა წესი და კანონი უნდა მოდიოდეს აქედან. ამიტომაც არის რომ ჩვენ როცა ვამბობთ დღეს კონსტიტუცია უზენაესი კანონი, ან როცა ვამბობთ რომ ხალხია უზენაესი ამას, ეს სწორედ აზროვნების განმანათლებლობის ეპოქა მოიტანა, როდესაც გადაიაზრა საზოგადოებამ რომ ამ მიწიერი აქაური ძალაუფლების წყარო ხალხი უნდა იყოს და არა ღმერთი, მათ შორის აქ ბიბლიური ტექსტებიც იქნა გამოყენებული ამის არგუმენტად ძველი აღთქმისეული და ძალაუფლება თუ ხალხს ეკუთვნის, მაშინ უზენაესი კანონი, ანუ საზოგადოების შეთანხმება როგორც კონსტიტუცია, ამაზე თუ გინდა მე ცოტა მეტად გავშალოთ, უნდა იყოს უზენაესი კანონი და ყველა სხვა მას უნდა შეესაბამებოდეს. ანუ კანონის უზენაესობის იდეა ნასესხები არის ბიბლიის უზენაესობის იდეიდან, ესე რომ ვთქვათ. კონსტიტუციის უზენაესობის იდეა. ხო, გარკვეული თვალსაზრისით არის კიდეც მასე ალბათ, თუმცა როდესაც ისევ ინგლისურად ვიტყვი, იმიტომ რომ ქართულ ტერმინზე ჯერ ვერ შევთანხმდით და მე მაქვს ჩემი მოსაზრება მე ვიტყვი მოგვიანებით. Rule of law-ზე როცა არის ლაპარაკი, ეს rule of law რისთვის გახდა საჭირო იგივე დაუშვათ იმ საზოგადოებისთვის, რომ სადაც დაუშვათ იგივე ინსულინი გამოიგონეს თუ რაღაც ეგეთი წამლები, რომლებიც შველის გარკვეულ დაავადებებს. რატომ დასჭირდა იმ საზოგადოებას, რომ ეს წესი, ეს პრინციპი დაემკვიდრებია საერთოდ? ძალიან პრიმიტიულად რო ახსნა. ხო, მარტივად რო ახსნათ, რომ ძალიან მარტივად რო ახსნათ. როდესაც მართლობა ხორციელდება ერთი ადამიანის მიერ დადგენილი წესით, არ შეიძლება ერთ ადამიანს ყველა სფეროში კონდეს საღიაზრი, ყველაფერში იყოს პროფესიონალი და იყოს რაციონალური. და როდესაც მეფეებს აბსოლუტური ძალაუფლება ეპყრათ ხელში ან მმართველებს, ისინი ადგენდნენ ყველა წესებს და ცოტა იყო ისეთი, რომელიც სხვას უსმენდა ამ წესების დადგენისას და ბევრი იყო ისეთი, რომელიც თავად წვეთდა როგორ ჯობდა. და კაცობრიობას ისტორია მაჩვენა, რომ სადაც ბევრი ადამიანის აზრი მოისმინება და ისე ხდება წესების დადგენა, ეს წესები, ამ წესების ცხოვრება უკეთესად მიყავდა საზოგადოებები, ვიდრე როცა ერთი წვეთდა. და ამიტომაც გადაწყდა, რომ სწორი მოდელი არის ის, რომ მეფე კანონობდეს, არამედ სწორი მოდელია კანონი მეფობდეს. ანუ ის რაც საზოგადოების დიდი დისკუსიის შედეგად შეიქმნა, როგორც ქცევის წესი და ჩამოყალიბდა, ის მეფობდეს ჯობია, ვიდრე ერთი მეფის სიტყვა კანონობდეს. ეხლა ცოტა იმაშვები, რა ქვია, ვიშველიებ ცნობილი ნაშრომი არის მე-18 საუკუნის ჰამლეტის აღიაზრი ტომას პეინის და ის ამბობს სწორედ ამ სიტყვებს, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც კანონი მეფობს და არა მეფე კანონობს. ანუ ვინ იქნება მმართველის კი აღარ არის მთავარი, არამედ ყველა მმართველი უნდა დაემორჩილოს იმას, რაც კანონშია მოცემული. კანონში არა ვიწრო გაგებით კანონის, არამედ ფართო გაგებით მისი. შემთხვევით ამაში ხო არ იგულისხმება ამ გამონათქვამში, რომ ჩვენ თავი უნდა ვარიდოთ მაქსიმალურად ვოლუნტარიებს, ანუ ვიღაცის გადაწყვეტილებებს და კანონის წინაშე ყველა ადამიანი უნდა იყოს თანასწორი. ანუ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი იგივე კანონის უზენაესობის აღჭურვილს დავარქმევთ. თავის სამ კლასიკური გაგება მისი, სამ ელემენტად შლიან ხოლმე ამას.
და ეს ელემენტები, მათ შორის პირველი ელემენტი რაც არის მისი, არის რომ ის გეუბნება რომ სახელმწიფო არ არის გაჩენილი ვინმე კონკრეტული ერთი ადამიანის ან რომელიმე რელიგიის მსახურებისთვის. არამედ ის უნდა იმსახურებოდეს ყველა მოქალაქეს. ანუ ის შექმნილია იმისთვის რომ ყველა ადამიანი რომელიც ცხოვრობს სახელმწიფოში იყოს თანაბრად და თანასწორად დაცული სახელმწიფოს მიერ. აქ რა თქმა უნდა ფორმალური თანასწორობა იგულისხმება, თორე ადამიანები ბუნებრივად ვერ ვიქნებით. ბატონო? ეგ ლეგენდაა თუ მართლა მასია? არა, იდეა ეგ არის. ეხლა განხორციელებით ხდება თუ არა ყოველთვის ესე, ეგ არ ნიშნავს რომ იდეაზე ვარი უნდა თქვა, იმიტომ რომ ჩვენ იდეალები რაც გვაქვს, ისინი იმისთვის ვიბრძვით, მაგრამ ეს ანიშნავს რომ ის აბსოლუტურად ყველაფერი დამკვიდრდა. იმიტომ რომ შეუძლებელი აბსოლუტურ რამეს მიაღწიო, ხო? აი, როგორც აბსოლუტურად სინათლის სიჩქარეს ვერ განავითარებს ფიზიკაში ესე მიიჩნევა ვინმე, მაგრამ ეს ხო ანიშნავს რომ ხელფეხი ჩამოუხვათ ახლა თქვა და ჩვენ სიჩქარე არ უნდა ასაგებია იდეალამდე ვერასოდეს ვერ მივახცევთ, მაგრამ აქ არის მეორე ნაირი ხედვა, რაზედაც ის გამოცმეს ჩანით გავაკეთე. ლეგენდა არის შექმნილია ისე ვითომ სახელმწიფო შექმნილია იმისთვის რომ შენ გემსახუროს თითოეულ ადამიანს, თუმცა არის მეორე ნაირი ხედვა რომ ეს ლეგენდა რომ შენ უნდა გემსახუროს სახელმწიფო შექმნილია იმისთვის რომ მართველებმა შეძლონ შენი ძარცვა. სახელმწიფოები გაჩნდა, აი რომელ თეორია შევეხებით კიდევ ერთხელ მიტოვ თქვი. აი თუ კი ეკონომიკურ თეორია შევხედავთ, რომელიც ახლა გაკრიტიკებულა კიდეც, ლოგიკაც არის მასში, სახელმწიფო გაჩნდა იმიტომ რომ ვისაც ჰქონდა მეტი ფული, მას მოეხერხებინა დანარჩენი საზოგადოების მართვა. ესენი იყვნენ ცოტა, დანარჩენი საზოგადოება იყო ბევრი. ხო, ეს არის ერთ-ერთი თეორია. არა ერთადერთი. ამის მოწონე თეორია არის სოციალური კონტრაქტის თეორია, რომელიც გეუბნება რომ ჩვენ როგორ გაჩნდა სახელმწიფო კი არ გვაინტერესებს ისტორიულად. არამედ რატომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო? როცა ამერიკაში ფუძდება რესპუბლიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, იქ საფუძვლად აიღო რომ თანასწორი მოქალაქეები, სიტყვა გამოყენებული სხვა შორის დამფუძნებელ აქტში, ხო, დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, რომელიც აი 4 ივლისი ახლა ახლოვდება და მაგ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამერიკის თანასწორი მოქალაქეები თან ხვდებით რომ შემოქმედისგან გვაქვს ბოძებული სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება, ამ უფლებათა განხორციელებისთვის ვაყალიბებთ მთავრობას და მას გადავცემთ ჩვენს ძალაუფლებას. და თუ კი რომელიმე მთავრობა არ მიიღებს სათანადო ზომებს ამ უფლებათა რეალიზებისთვის, ხალხს აქვს უფლება ჩამოართვას მას ეს ძალაუფლება, შექმნას ახალი მთავრობა და გადასცეს მას. ეს აბსოლუტურად მიიღწევა თუ არა, არა, ვერ მიიღწევა ვერცად აბსოლუტურად. მაგრამ ლოგიკა, რატომაც ხელახლა ფუძდება სახელმწიფოები, აი ჩვენ ვამბობთ ესეთ ტერმინს ვიყენებთ ხოლმე, დამაბნეველია ხოლმე. კონსტიტუციის დამფუძნებლური ხასიათი. აი საქართველოს კონსტიტუცია მივიღეთ, ვამბობთ რომ ამით ხელახლა დაფუძნდა რესპუბლიკა. ეს იმას კი ანიშნავს, რომ საქართველოს წარსულში არ არსებულა, რა თქმა უნდა არსებობდა, ხალხიც არსებობდა, მართლობის სხვა ფორმებიც არსებობდა, მაგრამ ახალი შეთანხმებით ხელახლა ფუძდებით როგორც სახელმწიფო. აი ეგ არის აქ მთავარი და ამ ახალ დაფუძნებულ სახელმწიფოში როგორი გვინდა იყოს მართლობა. ჩვენ ვართ თანასწორები, მე ნოდარი, რა ვიცი, ნებისმიერი ადამიანი ვარ თანასწორები. თანაბარი საწყისი პირობები გვაქვს შექმნილი იმისთვის რომ თანაბრად განვითარდეთ, მაგრამ ჩვენი შრომის მოყვარეობის, გონიერების, ბეჭითის ყველა კატეგორიის მიხედვით, ანუ სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით ჩვენ შეიძლება განსხვავებულად მივახციოთ წარმატებას. ანუ სახელმწიფოს ჩვენი გათანაბრება კი არ მოეთხოვება, არამედ თანასწორობა ფუნდამენტურ საკითხებში, უფლებრივ საკითხებში, რომ ჩვენ შევძლოთ თანაბარი საწყისიდან რაღაცების გაკეთება. და ეს განსხვავდება იმისგან, რაც ვთქვათ, იყო რაც ან შეიძლება იყოს მათ შორის სხვა ტიპის მოდელებში, ხო, მართვის რა, მაგალითად მონარქიაში ადამიანები თანასწორი საწყისებით არ იბადებიან, ხო? სხვა რაღაცები განაპირობებს ამას. ცხადია, თუმცა მონარქია თანამედროვე მონარქიაში გულისხმობს აბსოლუტურ მონარქიას ახლა და არა შეზღუდულ მონარქიას კონსტიტუციაში. არა, დღეს ისეთიც არის და ასეთიც, ხო, რა ვიცი, დღესაც არის შეუზღუდავი მონარქები და დღესაც არის შეზღუდული მონარქები. კი ბატონო, გასაგებია. ისე რო დაუბრუნდეთ და ჩემს მოსაზრებაც რო ჩავამატო, rule of law არსებობს იმისთვის, რომ რაღაცნაირად საზოგადოების მართვა გახდეს შესაძლებელი და მართლობა ადამიანების მართლობა მოხდეს არა ვოლუნტარისტული გზებით, ანუ ვიღაცის მოცემულ მომენტში დაუშვათ ხელისუფლების სიზმარი ნახალ დღეს გადაწყვეტილება მიყვანს. დღეს რაციონალურობა დავარქვათ. ხო, არავით რაციონალურად კანონების მეშვეობით. ამიტომ თუ rule of laws პირდაპირ თარგმანს გავაკეთებთ, იმის მიხედვით სიტყვა rules როგორ გამოიყენებთ? ოფა თავარი ხო, rule of law. ხო, კანონით გამოდის კანონით მართვა. ხო, კი. ხო და მე რაც მიფიქრია ამ საკითხზე, კანონის უზენაესობა რაც არ უნდა დაარქვა, მე მგონი მაინც ყველაზე სწორად ამ გამონათქვამს გამოთქვამს კანონით მართვა.
სხვა ვარიანტიც არსებობს მართლწეს რეგიო მაგალითად რაღაცა რაც იგი უფრო ვიწრო კანონით მართვა ყველაზე სწორია იმიტომ რომ ეს არ არის supremacy justice ან რაღაცა ეგეთი ეს არის კანონით მართვა უშუალოდ ამას ეხება ჩემი აზრით სამართლით შეიძლება უფრო სწორი იყოს იცი რა მანდ აი ჩვენ კონსტიტუციაში მაგალითად როგორ არის ეს მოცემული ხო სამართლებრივი სახელმწიფო ესე ქვია ამ მუხლს სადაც არის მოცემული და იქ არის ყველა ის პრინციპი თავმოყრილი ერთად რომელიც ამ თეორიაში სამართლებრივი კანონზენაესობის ან rule of law ინგლისურად როგორც ვთქვი პრინციპის ქვეშ მოიაზრება ხო და რა არის ხა ჩვენ ერთი ვახსენეთ ეს არის რომ სახელმწიფო ემსახურება საზოგადოებას, ანუ ყველა ადამიანის მსახურებისთვის არის შექმნილი და არავინე ერთს დიდფულიანს ან ოლიგარქს და ასე შემდგომ და ამიტომ რაღაც ლაპარაკი რომ აი კანონის უზენაესობა აი ხა რასაც ვაკეთებ არის არასწორი ხოლმე, როცა ეს კანონის აღსრულება ვიღაცეებისთვის ხდება მარტო. მეორე ჩვენ ასევე ვახსენეთ, ოღონდ მოკლედ გავაკეთეთ თქვენ ახსენეთ, ეს არის რაციონალურობა, რომ სახელმწიფო რაციონალურ პრინციპებზე დაფუძნებით იმართებოდეს და არა, ვთქვათ, რელიგიაზე დაფუძნებით და ეს არნიშნავს, რომ რელიგია საქმე ისაა, რომ ბევრი სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება წარმოიქმნას საზოგადოებაში და არ შეიძლება საზოგადოება იმართებოდეს იმის მიხედვით, თუ მოცემულ მომენტში გავლენის მქონე აზრ ჯგუფს რა მოუვიდა აზრად. მაგის დაშობა არის მე მგონია როგორ არის ეს ბალანსდება როგორ კი უმრავლესობა აკომპლექტებს ხელისუფლებას ეგ არის უმრავლესობის ძალაუფლება ამაშია მაგრამ ეს ხელისუფლება უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებით ეს არის მეორე პრინციპი ხო სამართლებრივი სახელმწიფოსთვის რომ ყველა ხელისუფლება ვისაც არ უნდა გქონდეს ძალაუფლება უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით აი ჩვენი კონსტიტუციაც გვეუბნება რომ სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლება და ხალხი შეზღუდულია ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ანუ ნახე, სახელმწიფო ვალდებულია, მას უწერია თუ არა სადმე კანონში, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ცნოს, ანუ აღიაროს, ისაც საერთაშორისო დონეზე აღიარებულია უფლებად და მერე დაიცვას. ანუ შენ რო ხელისუფლებას ახორციელებ და გადმოგეცა ეს ძალაუფლება ლეგიტიმურად უმრავლესობის მიერ დემოკრატიაში ჩვენთან ახლა ეს პრობლემაც აგვაქვს სხვა პრინციპის ნაწილია რომ გადმოგეცა შენ აბსოლუტური ძალაუფლება მაინც არ გაქვს შენ შეზღუდული ხარ ამით ეს არის შეზღუდული სახელმწიფო ხო ადამიანის უფლებებით შეზღუდული სახელმწიფო ამიტომ კი მე ვიტყოდი რომ უმრავლესობებს აქვს უფლება რასაც უმრავლესობა დაუკვეთავს ხელისუფლებას ის გააკეთოს ოღონდ მანამ სანამ ეს სხვების უფლებებს არ შეზღუდავს უფლების შეზღუდვაში ხომ გულისხმობთ უკანონოდ არ შეზღუდავს. ანუ ეგეც თანაზომიერად არ შეზღუდავს. ამის პრინციპები არსებობს ახლა გაწერილი ასე ვაპარაკებ. შეზღუდვა იმ შემთხვევაში თუ რაღაცა დაარღვია და უშად დააშავა კაცი მოკლა და სიტყვაში თავისუფლება შეეზღუდა ეს გამოწვეული არა იმით რომ მისი უფლებების შეზღუდვა უნდოდა ვინმეს არავინ ის რომ თვითონ გავიდა ის თავდაცვის რეჟიმიდან. არა მე გულისხმობ იმას რომ ჩვენ ხო ვიცით ის რომ ბუნებითი თავისუფლებიდან ჩვენ გადავინაცვლეთ სამოქალაქო თავისუფლებაში. სამოქალაქო თავისუფლებაში, როცა ვცხოვრობთ საზოგადოებად, არა ბუნებით თავისუფლებაში, ჩვენი თავისუფლებების რეალიზება ზღვარდადებულია. ანუ არსებობს უფლებები, რომლებიც აბსოლუტურია, მაგრამ არის უფლებები, რომლებიც ზღვარდადებულია. მაგალითად, ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთზე ძალადობის უფლება. ხო? იმიტომ რომ ეს ბუნებით თავისუფლებაში ქონდა, როცა სადღაც ცხოვრობთ ყოველგვარი სახელმწიფო სამართლის გარეშე, ადამიანები ერთმანეთს თავს ესხმოდნენ. მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ესენი აღარ უნდა მოხდეს და ამას აღარ გავაკეთებ და დანარჩენი დავიტოვეთ. მათ ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ თქვით, რომ ეს არ უნდა მოხდეს. იმიტომ რომ ჩვენს გვემოქრებოდა, ანუ სხვისთვის კი არ გავაკეთეთ, ჩვენი თავისთვის გავაკეთეთ. ვიყო დაცული და აღარ გავაკეთებ რაღაცას. თუ შევთანხმდებით, რომ ერთმანეთს თავს არ დავესხმებით, ორივესთვის უკეთესია საერთოდ. ხო, ამიტომ გაურკვევლობაში დაძლევ მინიმუმ ჯერ შეთანხმებით და მე ახსრულება კიდევ უფრო მეტად გიცავს. მაგრამ კიდე არის მეორე საკითხი, როდესაც უფლებათა ნაწილი ასევე შეიძლება იყოს შეზღუდული, იმიტომ ჩვენ გვაქვს უფლებები, რომლებიც არ იზღუდება აბსოლუტური უფლებები, მაგალითად წამების აკრძალვა, მონობის აკრძალვა, ხო? და არის უფლებები, რომლებიც შეიძლება შეიზღუდოს, მაგალითად საკუთრება. ხო, აი შეიძლება რაღაც კონკრეტულ სივრცეში თქვენ აგიგზავნოთ თქვენი საკუთრების სარგებლობა. იმიტომ ის შეიძლება საფრთხეს ქმნიდეს თეორიულად სხვისთვის. მე თქვენ საკუთრების სარგებლობას კი არ მიგრძალავთ, სხვებისთვის საფრთხის ქმნას მიგრძალავთ. დიახ, იმიტომ გიზღუდავთ თქვენი. ეს თუ გულისხმობს ჩემი საკუთრების სარგებლობას, ეგ იქიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. არა, ნახეთ, ანუ თქვენ გაქვთ საკუთრების ფლობის და სარგებლობის და განკარგვის უფლება, მაგრამ მაგალითიც მოვიყვანოთ, რომ ნათელი იყოს. რა ძალიან ბევრი მაგალითი შეგვიძლია ავტომობილი მაგალითად. ხო. როდესაც სახელმწიფომ შეიძლება დაგიდგინოთ სიჩქარის შეზღუდვა. ხო, შეგიძლიათ რა ჩქარდაც გინდათ იმით იაროთ, მაგრამ გითხართ რომ ქალაქში ამაზე მეტით არ გაივლით.
იმიტომ რომ სხვა შეიძლება შეუქმნათ საფრთხე. კი. ანუ აქ თავარი არის არა ის რომ შენი მანქანით არის სარგებლო, არამედ ის რომ შეგიზღუდო როგორ ისარგებლო. ხო, ეგ არის ისა მნიშვნელოვანი. ანუ აგითქო ადგილები სადაც ვერ გაივლი, ტროტუარზე ვერ გაივლი მაგრამ. შენ არ უნდა გახვიდე იმ ფარგლებს გარეთ რის შემდეგაც იწყება სხვისი უფლებები. ხო, ან ინტერესები. ეს არის ხო, ან ინტერესები, კი, რა თქმა უნდა. თუ ეს დაბალანსებულია და რაღაც გარკვეული ზღვარი ცხადია უნდა არსებობდეს, სადღაც ეს ზღვარი გაივლება. კი. ოღონდ მან და კიდე ერთი საკითხი ხე რაც ამის მიღმა არის, აი რაც რაციონალიზმს ეხებოდა, რომ ვთქვით, რომ კანონები რომლებიც მიიღება, უნდა იყოს რაციონალური, გულისხმობს რომ არგუმენტი კანონის მიღების არ უნდა იყოს მაგალითად რელიგიურად ესეა სწორი. ან ტრადიციულად ესე იყო. ან მისი უფრო სწორი მიდგომა არის იყოს რაციონალურად ახსნილი. აი ერთი კარგი ცნობილი ავტორი არის ჩემი პროფესიის ადამიანი ანდრე შაიო, დისიდენტი იყო უნგრელი, მე რუსასამართლოს მოსამართლე, ძალიან კარგი ასე ვთქვათ ცნობილი ადამიანი ჩემ პროფესიაში. და მას აქვს ერთი წერილი და იქიდან გავიხსენებ ერთ ეპიზოდს რომ ჩვენო გვაქვს ეგეთი საქართველოშიც მათ შორის გვაქვს ტრადიცია რომ ადამიანი რო გარდაიცვლება დაკრძალვის ცერემონია გვაქვს სხვა ქვეყნებში თუ კრემაცია შეიძლება იყოს ან თინარეზე გატანება იყოს ჩვენთან ეს რომ მარხავთ ხო გზავნოთ მიცვალებულებს და მე რაღაც მესამე დღეს არის კიდე ტრადიცია სასაფლაოზე გასვლის ხო მივდივართ ამას ჩვენ შეიძლება ისე ვაკეთებთ არ ვფიქრობთ ამაზე რატო ვაკეთებთ ხო ადამიანები ვიღაცა იტყვის ეს რელიგიურადაც ესეა ქრისტიანულად ესეა ამიტომ ვაკეთებ მაგრამ რაციო არის ამაში რომ შენ რომ სანიტარული ჰიგიენური უსაფრთხოება უზრუნველყო ადამიანი უნდა დაიკრძალოს გარეთ არ უნდა დარჩეს, ზევით არ უნდა დარჩეს. სხვა წესებით არსებობს და საქართველოშიც არსებობს. ხო, სხვაგან სხვა არის. და შენ ამას იმიტომ აკეთებ, რომ ეს მოხდეს და არა იმიტომ, რომ მესამე დღეს სასაფლაოზე რო გახვალო, რომ მკვეთრით აღდგარი დაგხვდებაო, როგორც ვთქვათ, ეს ბიბლიაში ახალ თქმაში მომხდარა, ხო? ანუ იმის თქვა, მინდა რომ შეიძლება ერთმანეთს ემთხვეოდეს რელიგიური, მაგალითად, არაკაცკლა 10 მცნებიდან ერთ-ერთი და მკვლელობა, როგორც დანაშაული და დასჯადი ქმედება, მაგრამ ეს მკვლელობას იმიტომ კი არ ვსჯირო ბიბლიაში წერია, რომ არაკაცკლა, არამედ რაციონალური ამისთვის იყოს დაჯადობა. იმიტომ არა იმ რუშოს გამო ადამიანებს არ ვსჯით. ისიც აცნებაში წერია. თუ რაციონალურად მივიღებთ კანონებს, ის კარგადაც იმუშავებს და საზოგადოებასაც საერთო ჯამში. ხადია, სასარგებლოა ჯამში. ხო, უკეთესი ვითარება შეიქმნება. მან და არის პრინციპი, ეგეთ ზიანის მილის პრინციპს ვეძახით ხოლმე სამართალში, ჯონ სტიუარტ მილის სახელთან არის დაკავშირებული, რომ სად უნდა იყოს ზღვარი, აი შეზღუდვასა და თავისუფლებას შორის, ხო და მან და არის ესეთი პრინციპი, რომ ადამიანებს აქვთ უფლება მიმართონ ყველა გზა საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად, მანამ სანამ სხვის ბედნიერებას ამ გზებით არ შეუქმნიან საფრთხეს. ანუ სხვის იგივე უფლებაში სანამ არ შეიჭრებს, შეიძლება გააკეთო რაც გინდა. ეს არის ზღვარი, სად უნდა ვიპოვო. ნუ ალბათ უნიკალური ფორმულაა იმის, მაგრამ ხო, ვიღაცები არ ეთანხმებიან შეიძლება, მაგრამ მე ვიზიარებ აბსოლუტურად. რთული დასადგენია, სად გადის ზღვარი შენ ბედნიერებასა და სხვის ანალოგიურ უფლებას შორის. მაგალითად ზოგისთვის შეიძლება მტკივნეული იყოს ის, რომ როდესაც რაღაცა კონკურსში იღებ მონაწილეობას, შენ ჯობნი ყველას და გადიხარ პირველ ადგილზე სიტყვაზე და ამ დროს შენ დაარღვიე მისი უფლება თუ ხო, ეგ უფლება არ იქნება ალბათ, ხო. ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება ცხადია, ეგ არ არის. ხო, აქ როდესაც ინტერესთა დაპირისპირება მიდის, მაშინ ხაზი უნდა გაესვას ერთ და ძალიან მნიშვნელოვან საკითხს. მასაც ისევე აქვს უფლება გახდეს პირველი როგორც შენ, ანუ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება გახდეს პირველი და ის რომ ერთი ობიექტურად აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ან დაუშვათ ჭადრაკში მოუგებს აჯობა რაღაცაში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ის დაიჩაგრა, არამედ იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ აჯობა და ვიღაცამ უნდა აჯობოს ყოველთვის. ჩვენ დავაღიაროთ, რომ ცხოვრობთ სოციუმებში, საზოგადოებაში, სადაც ჩვენ ინტერესები ერთმანეთს ყოველდღიურად ეწინააღმდეგება და ეჯახება. ეგეთია მოწყობილი სამყარო. ხო, რა ვიცი, ეს ჩვენ კი არა ვიცი, ყველა არსება, ყველა ცოცხალი არსება ერთმანეთთან კონკურენციაშია. ეგ ძალიან ბუნებრივია. უბრალოდ ამ კონკურენციის გადაჭრის გზები სხვადასხვა ეტაპზე კაცობრიობის განვითარების იყო სხვადასხვა. ცივილიზებული სამყარო მიხვდა, რომ კონფლიქტები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობს, ჯობია გადაიჭრას არა მუშტიკრივით და თოფით, არამედ შეიძლება ჯობდეს გადაიჭრას კონფლიქტის ინსტიტუციონალიზაციით. იმიტომ ამას მოაქვს სარგებელი. აი რა არის განსხვავება, ხო, ხშირად ვამბობ ხოლმე, დემოკრატიებსა და ავტორიტარულ რეჟიმებს შორის. ავტორიტარულ რეჟიმში მმართველები ამბობენ, რომ კონფლიქტები არ უნდა არსებობდეს ჩემს საზოგადოებაში და გძალავენ კონფლიქტებს.
და დემოკრატიები ამბობენ რომ კონფლიქტი სასარგებლოა. ოღონდ მის ინსტიტუციონალიზაციამ უნდა მოხდეს. ჩვენ ეს უნდა გადავიტანოთ პარლამენტში მაგალითად. ყველა განსხვავებული ინტერესის მქონე ადამიანი უნდა შეუპირისპირდეს ერთმანეთს და ვინც მეტ არგუმენტს წარმოადგენს, ვინც უფრო დააჯერებს საზოგადოებას, რომ მისი ხედვაა სწორი. იმის აზრმა გაიმარჯვოს. ამით მთელი საზოგადოება ვისარგებლებთ. აი ეგ არის ფორმულაში განსხვავება. თუ რეალურად ხდება ამის განხილვა. დემოკრატიაში, იმიტომ ამბობთ, განხილვაც საზოგადოების დარწმუნებას და მე ამ საზოგადოებრივი განწყობების სამართლიანი წესით გადმოტანა მანდატებად. ანუ სამართლიანი არჩევნებით. ჩემი ერთ-ერთი მომავალი გადაცემის თემა უნდა იყოს, მაგრამ ახლა რახან ამას შევეხეთ, მინდა ისა ასევე შენთანაც დავაზუსტო. ფიქრობ, რომ დემოკრატიაში რეალურად შეიძლება მოხდეს პრობლემის ობიექტურად, მეტნაკლებად ობიექტურად განხილვა და საუკეთესო არჩევანის გაკეთება? თუ აქაც უფრო ინტერესთა დაპირისპირების შედეგად მიიღება ობიექტურობის მე ამჯერე არაფერში, აბსოლუტურად არაფერში. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენ ვართ სუბიექტურები და ჩვენი სუბიექტური ინტერესები მიყვება ყველგან. აი რაც გთავაზობ სამართლებრივი სახელმწიფო, ხო რაციონალობაზე რო ლაპარაკობთ, მართლა რაციონალობა მარტო წესი კი არ არის მუხლის მიღება. როგორ უნდა მიიღებოდეს ეს ნორმები, იქ ჩანს, როგორ შეიძლება მიაღწიო შენ მეტნაკლებად დაბალანსებულ რაციონალურ გადაწყვეტას. ანა აბსოლუტურად რაციონალურს. აი მაგალითად, როგორ არის დემოკრატიაში პარლამენტის შემადგენლობა წარმოდგენილი. ხო? იქ არის სხვადასხვა ინტერესების ხალხი. ზოგი ბიზნესის ლობიით არის, ზოგი შრომელების ლობიით არის მოცემული, ხო, დასაქმებულის და დამსაქმებლის, ესე დავარქვათ. ზოგიერთი რეგიონებს წარმოადგენს, ზოგიერთი დიდ ქალაქებს წარმოადგენს განსხვავებული საჭიროებებით, მათ შორის ბიუჯეტი როგორ გადანაწილდება. ზოგიერთი უფრო მემარცხენეა, ზოგიერთი უფრო მემარჯვენეა. საზოგადოებაც ესეა რაღაცებზე გაყოფილი. ზოგი უფრო გარემოს დაცვის და ვთქვათ კლიმატური ცვლილებების ჯერა და ვიღაცებს არ ჯერა. ხო, ეს ინტერესები არის წარმოდგენილი, ესეთი განსხვავებული. და თუ ეს ინტერესები იმავე პროპორციითაა წარმოდგენილი პარლამენტში როგორც საზოგადოებაშია, მაშინ გარეთ კონფლიქტი აღარ აქვს. იმიტომ ყველა ინტერესის წარმომადგენელი იქ არის და ხალხი უყურებს რომ მათ სათქმელს ვიღაც იქ ამბობს ისე როგორც ისინი ფიქრობენ. და პოლიტიკოსი როგორ იქცევა აქ? პოლიტიკოსი ერთგვარად უნდა კეკლუცობდეს, ესე დავარქვათ, რა პოლიტიკურ კეკლუცობას უნდა ქონდეს ადგილი. შეიძლება ბოლომდე მის იდეალებს კი არ გამოხატავდეს, რასაც ამტკიცებს ხოლმე, მაგრამ ინტერესს გამოხატავდეს, რომ მისი პოტენციური ამომრჩევლის ხმას აღჟღერებდეს. და როცა ის ამ პოზიციებს გააფთრებით იცავს სხვის წინაშე, სხვადასხვა არგუმენტებით, იმიტომ რომ მას პოზიცია აქვს დასაცავი არგუმენტებს მე რეიფიქრებს. ეს განსხვავებული არგუმენტების წარმოდგენა და მე საზოგადოება რო ამას უსმენს, თან ხალხის დარწმუნება როგორი არგუმენტებით იცავდი. თუ შეიძლება ჩავარდე შენი ვერ გაიტანო შენი, მაგრამ უიგო ხალხის გული და ხვალ არჩევნები რო იქნება მეტი ხმით მიხვიდე პარლამენტში. ანუ ეს არის ის ფორმულა, რომელიც უნდა აიძულებდეს პოლიტიკოსებს, რომ არ მიიღონ ცუდი გადაწყვეტილებები. ანუ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რაღაც მომენტში მათ მხარდამჭერებს დააკარგვინებს. აი მე უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი რომ მიდიოდა, გებახსოვებათ რამდენიმე წლის წინ მაშინ ჩვენ იმდენჯერ იყო არ ვიცი რომელი ეტაპზე პირველი რო დაიწყო პარლამენტში განხილვები. ეს მანამდე ესეთი არ ხდებოდა. ხო ჩვენ ძალიან ბევრი იმუშავეთ მაშინ სხვადასხვა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკოსებმა ოპოზიციური პარტიებიდან და ხელისუფლების ნაწილმაც მათ შორის რომ ეს პროცესი ყოფილიყო ესეთი საჯარო. მანამდე არ იყო საჯარო პროცესი. მოსამართლეებმა რა იცოდნენ, რა არ იცოდნენ, კვალიფიკაცია როგორი ჰქონდათ, ფინანს არავინ არ იცოდა. აი ესე უცებ მოკიდებდა ვიღაც ახალს და ინიშნებოდა მოსამართლედ უზენაეს სასამართლოში. ეს ხომ მივახცეთ. და გვეუბნებოდნენ რომ აი რად გინდათ მაინც ხო იგივეს დანიშნავს ვისაც უნდა ხელისუფლება და ჩვენ რომ ამბობდით რომ მეტნაკლებ დემოკრატიაშიც კი სადაც მეტნაკლებობით არის დემოკრატია თუ ხალხი უყურებს როგორი არაპროფესიონალი ადამიანი და იმას მაინც ნიშნავს ხელისუფლება ის გარკვეულ გავლენას მოახდენს და იმუშავებს ხელისუფლების წინააღმდეგ კი ბატონო როცა დემოკრატია აღარ აქვს, ეგ აღარ მუშაობს. ამას აზრი აღარ აქვს. თუ კი დემოკრატია გაქვს, ამაში შეიძლება კონდეს გავლენა. ამიტომ ეხლა ჩვენს მდგომარეობაში, რომელშიც ავართ ავტორიტარებში, სადაც უბრალოდ ხელისუფლება შეუძლია გააყალბოს არჩევნები იმ დონეზე, რომ რაც უნდა ედაო შენ ამაზე აზრი არ აქვს, იმიტომ ყველა ინსტიტუტი ყავს დამორჩილებული, ამაში აზრი არ კონდეს. მაგრამ დემოკრატიებში, თუნდაც მეტნაკლებ დემოკრატიებში, ამას აქვს აზრი. აი იგივე ლოგიკა მოქმედებს აქაც მოკეთ მაგალითად მოვიყვანე რა. იბადონი ჩვენ ნენელა უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ იმიტომ რომ საინტერესო იყო როგორც ჩანს საუბარი და ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ჩვენ იმის მეათედი ვერ მოვასწარეთ თქვენ გონით თქვა რაც გვინდოდათ დავიწყეთ იქიდან რომ rule of law ქართული ვარიანტი როგორ იქნება და
მაინტერესებს ბოლო-ბოლო ემხრობი ჩემს ვერსიას რო პირდაპირ თარგმანი უფრო გავარცხებულია თუ შინაარსი უფრო მაინტერესებს ვიდრე ტერმინი ამ შემთხვევაში რო არ მოგატყუა. მე მგონი შინაარსითაც უფრო ახლოსია სიმასთან ეს. იმიტომ რომ ხელისუფლებისგან რა გვესმის ხოლმე ხშირად იცით რომ აი ადამიანს მოკიდებენ ხელს და დაიჭერენ და კანონი ხუნდა ახსულდეს, აბა უნდა ჩავსვათ ციხეში, ხო ეს დღევანდელობა ახლა, ხო? და ამას ეძახიან კანონის უზენაესობას და ეს არის მთავარი პრობლემა, რომ ეს არ არის კანონის უზენაესობა, ეს გვესმოდეს ყველას. როდესაც შენ ერთი ხელით იღებ დრაკონულ კანონებს და მეორე ხელით ამ კანონების აღსასრულებლად იჭერ ხალხს, ეს კანონის უზენაესობა კი არ არის. ეს არის უკანონობის დაკანონება. ეგ ვოლუნტარიზმი გამოდის. ეს არის უკანონობის დაკანონება, ეს არის ავტორიტარიზმის დაკანონება და არა კანონის უზენაესობა. კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ ყველა კანონი, რომელიც მიიღება, იყოს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან შესაბამისობაში, ანუ შეზღუდული ადამიანის უფლებებით, ხელისუფლების განხორციელების დროს იყოს დანაწილებული და რა ერთი ყველაფერი ერთად თავში მოყრილი და ასე შემდგომ და მეორე მხრივ ეს გულისხმობს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არ უნდა სრულდებოდეს შერჩევითად. ანუ ან კანონს არ უნდა გქონდეს წინასწარ კანონის მიღების დროს არ უნდა იყოს რომ აი ჩემი ოპონენტების დასაჯელად ჭირდება ესეთი კანონი, რასაც ჩვენ ყოველდღიურად უყურებთ. ამიტომ ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ავრიოთ კანონის უზენაესობა, ან სამართლის უზენაესობა, როგორც გინდა ესე უწოდოთ, ან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი და დრაკონული კანონების აღსრულება. მაშინ მაგ ლოგიკით, რასაც გვეუბნებიან ხოლმე, კომუნისტები ყოფილან კანონის უზენაესობის და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის და ნაცისტები. ან ნაცისტები კი ბატონო. ისინი მართლა ზუსტად ასრულებდნენ იმ კანონებს, რაც ჰქონდათ. სრულიად სხვადასხვა ცნებებია და ერთმანეთს არ უნდა. მაგრამ მოდი გადაცემის ბოლოს დავაზუსტოთ ერთი რამე. არის rule of law, რომელსაც მე ვთარგმნი. ნუ ინგლისურად კანონის წესი შეიძლება თარგმნო ასევე, მაგრამ შეიძლება ხო, ინგლისურში არ არის კანონი მარტო, ეს მინდა ვთქვათ. ხო, მესმის, არის სამართალი და არის სამართლიანობა. კი ბატონო. ეს სამი სრულიად სხვადასხვა რამე არის, თუმცა ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ერთი და იგივე არ არის. იცით რა, სამართალი ანუ პირველად უნდა დავიწყოთ სამართლიანობით, მე მგონი. ანუ ნახე, ინგლისურად როგორ ჟღერს rule of law, ქართულად კანონად არ ითარგმნება law პირდაპირ რა. აი ლათინურადაც რო შეხედო, ესე არ გამოდის პირდაპირ და გერმანულიდანაც სხვანაირად არის. მოკეთ იმის თქმა მინდა რომ კანონის უზენაესობა არ გულისხმობს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების უზენაესობას, რო თარგმნით ქართულად. აქ იგულისხმება, რომ სამართალი უნდა იყოს უზენაესი. სამართალს ცხადია წაეყენება მოთხოვნები სამართლიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ სამართლის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ ერთი რო ვიწრო გაგებით, კი კანონებით იმართებოდეს პროცესი და არასდროს სიტყვიერად, ამასაც გულისხმობს, მაგრამ ამით არ შემოიფარგლება. თავად სამართალს წაეყენება გარკვეული მოთხოვნები, რომელიც არ დაკმაყოფილების შემთხვევაში სამართალი არ შეესაბამება თამათ სამართლის უზენაესობას. აი გუნდა გვესმოდეს. ხო და მაშინ შეიძლება უფრო სწორი იყოს, ეგ ითარგმნებოდეს როგორც სამართლის უზენაესობა და არის ესეთი თარგმანიც იყენებენ ხოლმე სამართლის უზენაესობასაც ჩემი კოლეგა. აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, ნუ ჩვენ წინა გადაცემაში გქონდა ერთ-ერთი გადაცემა, რომ სიტყვების მნიშვნელობების დეფინიციაზე იყო ლაპარაკი და ეს სერიოზული პრობლემაა და ამიტომაც ვეძიები ამ მიმართულებით. სწორი. სამართალი და სამართლიანობა ერთი და იგივე არ არის, სხვადასხვა რამეა. და ეგ პრობლემაა, რომ ადამიანების თავში სხვადასხვა რამეა. წესით სამართალს სამართლიანობა მოეთხოვება. ზუსტად. აი ზუსტად მაგას ვამბობ, რომ სამართალი თუ არის სამართლიანი, მაშინ არის ის მისაღები. მაშინ არის საზოგადოება 7. ანუ სამართალი თუ სამართლიანი არის, საზოგადოება ვითარდება და 7-ია. თუ სამართალი, ანუ სამართალში ვიწრო გაგებით, გულისხმობთ კანონების ერთობლიობას ან წესების ერთობლიობას, არის უსამართლო, ანუ ის არ შეესაბამება საზოგადოების განვითარების იმ ეტაპს, რაზეც საზოგადოება და მის დაკვეთას მათ შორის, ან უფლებების თვალსაზრისით ფუნდამენტურ საკითხებს, მაშინ ეს სამართალი ვერ იქნება სამართალი, ესე რომ ვთქვათ. ხო. გასაგები, ანუ ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა ვერ აკეთებს საზღვრის გავლებას ამათ შორის. ნახე, არც მოეთხოვება ალბათ უმრავლესობას, რომ ესე ღრმად იცოდეს, ჩვენც ახლა მაინც ზედაპირულად ლაპარაკობთ დღესაც, იმიტომ ეხლა ლექციას რო ატარებდე სტუდენტებისთვის, რომელიც სამართალში გასაგებია, მაშინ საერთოდ გაუგებარი იქნებოდა საუბარი. არა, არც იქნება გაუგებარი, მაგრამ ბევრი დრო ჭირდება განსაკუთრებით და კი, ხო და გასაგებია შემთხვევით პირობას ავიღებ, რომ კიდე გვესტუმრები. ხო, მე სიავნებით. რაღაც პერიოდის მერე ახლა ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტიპის მიმართულებით გადაცემები და შემდეგზე შეიძლება უფრო დეტალურად გავარჩიოთ ზოგიერთ საკითხებს, რასაც ახლა შევეხეთ. მადლობა სტუდენტებისთვის, თუ რამე გაქვს დასამატებები. აფე წარმატებები. მადლობა პატივცემულო მაყურებლებო, ახლა დაგემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე, გადაცემაში ჩვენი სამყარო. მადლობთ.